მოგესალმებით, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ზაქარია როჭიკაშვილის გასტროენტეროლოგიურ კლინიკა ესკულაპში. მე გახლავართ ექიმი ნუტრიციოლოგი ელისაბედ ლიზიკუჯავა. შეგახსენებთ, რომ ჩვენი კლინიკა მდებარეობს ქალაქ თბილისში, სულხან-წინცაძის 73 ნომერში. ეს არის ყოფილი საბურთალოს ქუჩა. იმისათვის, რომ მოხდეთ ჩვენ კლინიკაში ექიმთან ვიზიტზე, აუცილებელი არის წინასწარი რეგისტრაცია. ამისათვის შეგახსენებთ ჩვენი კლინიკის ოფიციალური ტელეფონის ნომრებს. ეს არის 596 34 50 50 594 30 02 33. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ტელეკომპანია პეკატივის საავტორო სამედიცინო გადაცემა ესკულაპში. გადაცემა გადის ტრადიციულად პეკატივის ეთერში, ტრადიციულად 4 შაბათს, ტრადიციულად 20 საათზე. გადაცემის განმეორებით ნახვა შეგიძლიათ მეორე დღეს, დღის საათებში ან იმავე კვირის შაბათს ან კვირას. ვიდეო გადაცემის გასვლის მერე აიტვირთება YouTube არხის პეკატივის საავტორო საარქივო გვერდზე პეკატივი 2, ვისაც ტელევიზიასთან წვდომა არ აქვს, შეგიძლიათ უყუროთ გადაცემას განმეორებით ინტერნეტ საიტ MyVideo-ზე პეკატივის გვერდის ლაივ რეჟიმში. ჩვენი სტუმარი, ჩვენი მასპინძელი არის ბატონი ზაქარია როჭიკაშვილი, მაგრამ სანამ გადაცემას დავიწყებ, მინდა ერთი პატარა ესეთი შესავალი გავაკეთო, რაღაც უჩვეულო სიკვდილიანობის დღეები იყო, აი ეს წინაკვირა განსაკუთრებით გამოირჩეოდა, ძალიან ბევრმა ჩვენმა ახლობელმა ნაცნობმა გული დაგწყვიტა და დაგტოვა, მათ შორის ბევრი ცნობილი ადამიანი იყო, ასევე ის პატარა ახალგაზრდები, რომლებიც რაღაც ტრაგიკული შემთხვევითობის თუ რაღაც გარემოებების ხვერპლი გახდნენ, მინდა სრულიად საქართველოს მიუსამძიმრო, იმიტომ რომ ჩვენისთანა მცირე არც ერთი შვილი არ ყავს დასაკარგი ალბათ ბატონ ზაქარია, ამას ჩვენი კლინიკის გუნდის სახელით მოგახსენებთ და მინდა გითხრათ, რომ ღმერთმა ინებოს, რომ საქართველოში ასეთი უბედური შემთხვევები დამთავრდეს და ცოტა უფრო ამოვისუნთქოთ, ასე ვთქვათ, არა ბატონ ზაქარია. ბატონო, მოგესალმებით. კი ბატონო. ბატონ ზაქარია, ეხლა ჩართვა გქონდა ჩვენ ჩართვა გვაქვს, ასე ვთქვათ, ლაივ რეჟიმში და მინდა კიდევ ერთხელ ვთხოვოთ ჩვენს მაყურებელს, რომ მოგმართოთ კითხვებით, იმიტომ რომ ყველა თქვენი მოწერილი კითხვა, შენიშვნა, თხოვნა, ჩვენ მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ჩვენ აუცილებლად ვიმახსოვრებთ, ვინიშნავთ, გვაკეთებთ მე სპეციალურ გადაცემათა ციკლს, სადაც ექიმი პასუხობთ ამ დაგროვილ კითხვებზე და ასევე თქვენ კითხვებს ვიყენებთ შემდგომ უკვე ინტერვიუერთან საუბრის დროს. ასე რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა თქვენგანის გამოხმაურებას და ძალიან გთხოვთ, ნუ დაგზარდებით, მოგწერეთ როგორც Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, ისევე კომენტარებში. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ თქვენი ყველა შენიშვნა, კითხვა და რეკომენდაცია ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბატონ ზაქარია, მოგესალმებით. მოგესალმებით ვიფასტერე მაყურებლებო, ძირფასო სოციალური ქსელების მსმენელებო და მაყურებლებო და მივესალმებით საქართველოს. მე მინდა რომ თქვა, დღეს ჩვენი გადაცემის თემა შემთხვევით არ შეირჩა, ეს არის გასტროეზოფაგური რეფლუქსი. ჩვენ ამაზე ადრე გქონდა საუბარი, თუმცა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა საქართველოში, პოლიტიკურ არენაზე, საკმაოდ დატვირთული ისეთი სოციალური და პოლიტიკური ცხოვრება ჰქონდა და აქედან გამომდინარე ეს დაავადება, რომელსაც თქვენ ბატონ ზაქარია ხშირად გვეუბნებით და აღნიშნავთ ხოლმე, რომ ძალიან არის შეუღლებული ამ სტრესულ გარემოსთან, კიდევ და კიდევ უფრო ძლიერ და უფრო მწვავე გამოვლინებით წავიდა, ასე ვთქვათ, ჩვენ მოსახლეობაში და ამიტომ, როცა გადაცემის თემას ვარჩევდით, შევარჩიეთ ეს გადაცემა, ეს გადაცემის ეს თემა, იმიტომ რომ თემა არის ძალიან აქტუალური და მე ვფიქრობ, რომ ამოუწურავით ალბათ ბატონ ზაქარია. პირველი რაც ახლა მინდა რომ ვისაუბროთ, რაზეც მინდა მოსახლეობას ყურადღება გაუმახვილოთ, არის აი ეს ახალი საკითხი, რაც ამ გასტროენტეროლოგიამ, ასე ვთქვათ, აღმოაჩინა, კარგად დავიწყებული ძველი, ხო? ეს არის ცენტრალური ნერვული სისტემის, სტრესის, ემოციური ფონის კავშირი გასტროენტეროლოგიურ პრობლემებთან და აი თუ შეგიძლიათ ეს თემა გაგვიშალეთ კიდევ ერთხელ ბატონ ზაქარია. გასტროეზოფაგური რეფლუქსი დაავადება ჩემო ლიზ გენოცოდა და ჩვენო პაციენტებო და მაყურებლებო, ვისაც ეს დიაგნოზი გსმენიათ და დღეს მე მგონი საქართველოში არ არის ადამიანი, რომელსაც ეს ხვადაღებული დიაგნოზი არ სმენია და ძალიან ბევრს აწუხებს კიდევაც. გასტროეზოფაგური რეფლუქსი დაავადება, მოდი მე ესე დავარქვევ, ეს არ არის დაავადება. ეს არის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური მოშლილობა და პირდაპირ კავშირში არის ვეგეტატიური ნერვული სისტემის შფოთვასთან, მის ლაბილობასთან. ვერანაირად ვერ გამოვიწევთ რეფლუქსს, მინდა მაყურებელმა კარგად გაიგოს, რას ნიშნავს რეფლუქსი. რეფლუქსი ლათინური სიტყვა და ნიშნავს უკუდინებას, უკუსვლას. გასტროეზოფაგური რეფლუქსი დაავადება ქართულ ენაზე რომ გადმოვთარგმნოთ, ეს არის კუჭ-საყლაპავის უკუდინებითი დაავადება.
სწორი პერისტალტიკა რომ დაირღვეს კუჭნაწლავის ტრაქტში და დაიწყოს იქ აღმოცენება ანტიპერისტალტიკურმა ტალღებმა, ანუ რეფლუქს ტალღებმა, ერთადერთი გზა არსებობს ამისი მხოლოდ, რომ ვეგეტატიური ნერვული სისტემის მთავარი ნერვი, ვაგუსი, უნდა აჩქარდეს უკიდურესობამდე, როცა იწყება უკვე საზღვარი დგება, რომ ისპაზმება ადგილ-ადგილ. ზუსტად ამ სპაზმური უდნებიდან იწყება რეფლუქს ტალღები. ასე რომ გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადების განხილვა როგორც ორგანული რაღაცა ეს წარმოუდგენელი არ არსებობს. რეფლუქს დაავადება არ არის, ეს არის გასტროეზოფაგური რეფლუქს სინდრომი, უფრო სწორად ასე ვიტყვი. ძალიან ბევრი ნიშნები აქვს ამას. ადამიანები უჩივიან გულძმარვას. ძირითადად დღევანდელი სამედიცინო კვლევებით ასეთ პაციენტებს ძალიან ხშირად უდგენდებათ ხოლმე ენდოსკოპიურად, ეუბნებიან, რომ იცით, თქვენი კუჭის შესასვლელი კარგად არ იხურება, გააქვთ დიაფრაგმალური თიაქარი, პირველი ხარისხის, ამ მეორე ხარისხის, ამ ცოცავი თიაქარი. მე ერთი რამე მინდა ვიცოდეს მოსახლეობა. ამხელა თიაქარიც არ უნდა იყოს, როდესაც ფეხზე დგას ადამიანი და მასში სწორად მიმდინარეობს პერისტალტიკური ტალღები. ბოლო გრავიტაციის პრინციპით არა. პერისტალტიკური ტალღები და ეს პერისტალტიკური ტალღები ყველაფერს უხეშად რო ვთქვათ კანალიზაციისკენ მიაქადებს, რეფლუქსი არ უნდა მოხდეს. კი ბატონო, გრავიტაცია და პერისტალტიკა. სულ ღია რო იყოს და სულ კარტიის ნაკლოვანება იყოს, არა უკმარისობა, არამედ ნაკლოვანება. პირველი და ყველაზე ხშირი სიმპტომი ამისი არის არა გულძმარვა, არამედ საკვების მიღების შემდგომ კუჭის სწრაფად გადავსების შეგრძნება. ეს არის ამას მეორენაირად ექიმურ ენაზე ქვია პოსტპრანდიული შებერილობები. რაც გამოწვეული არის კუჭში მონელების პროცესების დარღვევით. ანუ ფუნქციას კუჭი ვეღარ ასრულებს. მისი მოვალეობა, რომ კუჭში არსებული სიმჟავით, ეს არის მარიმჟავა და ორგანული მჟავა კიდევ, რომელსაც პეპსინი ქვია. მათი მოვალეობა არის, რომ ცილა დაგლიჯოს უხეშად. დაიწყოს მონელება ცილის. და ეს უხეშად დაგლეჯილი ცილა გადააწოდოს შემდგომ უკვე პანკრეასის ფერმენტებს, რომელიც საშინელი მჟავა არის, ასე ვთქვათ, უსაშინლეს და უძლიერესი მჟავას, რომელსაც უკვე საშუალება ეძლევა, რომ გამოარჩიოს აი ამ ცილის ნაგლეჯებიდან ამინო მჟავები, გამოზადოს შესაძლოა შეიწოვოს ეს ორგანიზმა და დაალაგოს აწყოს ის ცილა, რაც მას სჭირდება. დაალაგოს აგურებად, ესე ვიცი ხოლმე თქვა, რომ პაციენტი ადვილად მიხვდეს რა შეა საქმე და მერე სადაც დაჭირდება თავისი ცილა, იქ შექმნას ამ აგურებით თავისი ცილა. ერთადერთი ორგანული ნივთიერება არის ცილა, რომელიც განიცდის ხრწნას. ვერავინ ვერ დამისახელებს დედამიწაზე მაგალითად გახრწნილ შაქარს. არ არსებობს შაქარი, შაქარვა ან სუნი, ან გემო შეიცვალოს, ასე ვთქვათ, უხეშად ვიტყვი კიდევ ახლოვდეს. ეს სუნი ზუსტად ცილების დამახასიათებელია ძირითადად, ხომ არა? ვერავინ ვერ იტყვის, რომ როდისმე უნახავს გახრწნილი ცხიმი. ამძაღებული თუ ძაღდება ეს ზუსტად მასში ცილების არსებობისა და გამო. აი, როგორ გითხრათ, რაფინირება ცხიმის იმიტომ ხდება, რომ გამოაცალოს მაქსიმალურად ცილა და მიიღოს მხოლოდ სუფთა ცხიმი. ასეთი ცხიმი არ ფუჭდება, არც მჟავდება, არც მზაღდება. ვერავინ ვერ ნახავს დედამიწაზე აყროლებულ მარილს. ასე რომ
რასაც შეუძლია მხოლოდ ერთადერთი ნივთიერება, რომელსაც შეუძლია ხსნა განიცადოს, ეს არის ცილოვანი ნივთიერებები და ზუსტად კუჭში რეფლუქსის შედეგად ჭარბად შემოდენილი ნაღლოვანი შიგთავსისა და გამო ეცემა მისი pH-ი, ასე ვთქვათ, და პროსტორეთ იზრდება მისი pH-ი და გატუტიანება ხდება და იწყება მომენტალურად ხრწნის პროცესები, ანუ დუღილის პროცესები, რაშიც დიდ მონაწილეობას ღებულობს დუღილის ბაქტერიები. დუღილის ბაქტერიების გარემოცვაში ცხოვრობთ ჩვენ და ყოველ უკმასთან ერთად დუღილის ბაქტერიებსაც ღებულობთ. შესაბამისად, ძალიან სწრაფად იწყება წუთებში იქ დუღილი, სადაც გვაქვს რეფლუქსური კუჭი, ასე ვთქვათ. და ეს არის ზუსტად აი ამ პობის პროცესებს ახლავს თან დიდი რაოდენობით აი ესეთი გოგირდოვანი გაზების გამოყოფა, რომელიც ბერავს ჯერ ერთი კუჭს, იძლევა უზარმაზარ დისკომფორტს. ამის ფონზე კიდევ უფრო მეტად იწყება შფოთვა და სპაზმური მოვლენები კიდევ უფრო ვითარდება და ბოლო საღამოს საათებში ჩაძინებულ ადამიანს აღვიძებს საშინელი შებერილობა, იძულებული ხდება ეს ადამიანი, რომ წავიდეს, ეს კიდევ უფრო გააძლიეროს ეს რეფლუქსი უკვე ხელოვნურად თითის პირში ჩაყოფით, ამას ამოიღებს, მოისვენებს და მე რეაქციულებს წილს. აი ეს არის კლასიკური გასტროეზოფაგური რეფლუქსის დაავადება. მე მინდა იცოდეს ჩვენმა მოსახლეობამ, რომ გასტროეზოფაგური რეფლუქსის დაავადების დიაგნოზი ეს ერთ-ერთი უძველესი დიაგნოზია, მაგრამ იმ პერიოდში და იმ ეპოქაში, როდესაც ჩვენ გავდიოდით ლექციებს, თერაპიას და იმ პერიოდში გასტროენტეროლოგიურ კლინიკებში პაციენტები რომ შემოდიოდნენ, მათი დიაგნოზი იწყებოდა ამ დიაგნოზით გასტროეზოფაგური რეფლუქსის დაავადება და ესეთი პაციენტების წილი სულ 10% იყო, მეტი არ იყო. ანუ 10 კაციდან შეიძლება ერთი ადამიანის დიაგნოზი დაწერილიყო. დღეს ამისთანა პაციენტების მომართვიანობა გასტროენტეროლოგიურ მომართვიანობაში თითქმის 90%-ია. რამ გამოიწვია ამ სინდრომის გახშირება? აი სამთავარი კითხვა. კიდევ ერთადერთი ამის მიზეზი არის ბედნიერების ხარისხის დაქვეითება, შფოთვის გაძლიერება მოსახლეობაში, ხვალინდელი დღის შიში მოსახლეობაში, რაც თან ახლავს 21 საუკუნეს, ეს საუკუნეა საშინელი. გამუდმებულ შიშში ცხოვრობს ხალხი. საშინელი ემოციური გადაწყვეტილება. პლუს ამას გამუდმებულად ინფორმაციის აუარებელი ზღვა შემოდის და უშვებს ჩვენს და მათ შორის ნეგატიური ინფორმაცია, ხო? ძირითადად ნეგატიური. თუ დააკვირდებით, ხალხი ეძებს ზოგჯერ ნეგატიურ ინფორმაციას და ეს კიდევ ღმერთმა, იმიტომ რომ ნეგატიური ინფორმაცია ძალიან ადვილად ამოგათქმევინებს იმ უარყოფით დამოკიდებულებას, რა უარყოფით დამოკიდებულებაც გაქვს ზოგადად სამყაროზე დღეს და ამით თითქოს ორთქლს უშვებს ადამიანი და ის ლაპარაკობენ სერის მაყურებლები გახდნენო ხალხიო. და არა გენაცვალე სერის მაყურებლები კი არ გახდნენ, ხალხში არის მოზღვარებული ემოცია, უარყოფითი ემოცია და ამის გამოხატვა სჭირდება მოსახლეობას. აი ეს არის გასტროეზოფაგური რეფლუქსის დაავადება. ვეგეტოდისტონიის გარეშე გასტროეზოფაგური რეფლუქსის დაავადება არ არსებობს, პირდაპირ ვაცხადებ და იცოდეს ყველამ. თუ გვინდა რომ ასეთ პაციენტებს ხანგრძლივად მივცეთ შვება, აუცილებლად ნევროლოგიური, ფსიქონევროლოგიური დახმარებები ჭირდებათ. ზოგ მეტ ნაკლებად, ზოგს მეტი, ზოგს ნაკლებად. ზოგს ცხოვრების წესის რეგულაცია ჭირდება, ზოგს მედიკამენტოზური ჩარევაც ჭირდება უკვე. ახალგაზრდა ადამიანები თუ თავიანთი ცხოვრების წესს შეცვლიან
და დაამსგავსებენ ამ ცხოვრების წესს, ადამიანური ცხოვრების წესს. შეიძლება მკითხოთ და გაუჩნდეს მაყურებელს კითხვა რას ნიშნავს დაამსგავსოს ადამიანი. პირველ რიგში ძვირფას ჩემო პაციენტებო, ჩემო მეგობრებო, ჩემო თანამემამულენო, ერთი რამ მინდა გითხრათ. ადამიანი გაჩენილი არის დღის ცხოველად. ამიტომ დაასაჩუქრა ღმერთმა ადამიანი ფერადი მხედველობით. ჩვენ რომ განსაზღვრული ქონოდა რომ ღამე გვეცხოვრა, ჩვენ არც რატო შეიწუხებდა თავს უფალი და გამჩენი. შავთეთრი მხედველობით გამოგვიშვებდა და პაღურს ამოგვარტყავდა, იცხოვრეთ ღამეო. დღეს მოსახლეო ჩვენი ახალგაზრდა თაობის უმეტესი ნაწილი ცხოვრობს ღამე. ბიოლოგიურ საათთან ესეთი ჭიდილი ძალიან სულად მთავრდება ნევროზებით, ფსიქოზებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არ გაპატიებთ თქვენივე ნერვული სისტემა, თქვენივე ვეგეტატიკა არ გაპატიებთ ამას და დაგანგრევთ. 1000-ნაირ დაავადებებს ბისკენ მიდრეკილებას ზრდის ეს ყველაფერი. ვეგეტატიური ნერვული სისტემით მარაგდება ჩვენი ყველა შინაგანი ორგანო. მათ შორის ჩვენი შვილოსნობის ორგანოებიც. რამ გამოიწვია ამდენი პრობლემა შვილოსნობაში? დღე არ გადის, პაციენტები ჩემთან რომ მოდიან, ახალგაზრდა ოჯახები, თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა ყველა მკურნალობს უშვილობაზე. ადამიანური წესი გულისხმობს რას? კვების რეჟიმის მოწესრიგებას პირველ რიგში. საკვების სწორად შერჩევას მეორე. სამუშაო საათების სწორად განსაზღვრას, სწორი ცხოვრების რეჟიმს და დასვენების დროის სწორად გამოყენებას. დღე და ღამე არ უნდა იყოს აღრეული. როდესაც ეკუთვნის მელატონინის გამომუშავება, უნდა აცადო რომ გამომუშავდეს და არა 1000-ნაირი ფსიქოტროპული საშუალებებით თრგუნავდი ამას, ყავიდან დაწყებული, დამთავრებული 1000-ნაირი ნარკოტიკით. არ უნდა იძალადოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. და მე ერთხელ თქვი და მე თვითონ მომეწონა ეს ფრაზა. საუბარმა მოიტანა უბრალოდ და ეხლა მინდა გავიმეორო. ადამიანის ორგანიზმი იმდენად მოწესრიგებული, იმდენად დიდ რესურსიანი ჩაკეტილი სისტემაა, რომ თუ მისი ნერვული სისტემა სწორად მუშაობს, ადამიანს ნამდვილად აქვს რესურსი, რომ იცხოვროს 800 წელი. და იქ ტყუილი არ წერია ბიბლიაში, რომ მათუსალამ 870 წელი იცოცხლა. იმიტომ რომ სწორი ემოციებით იცოცხლეს ამ ხალხმა. როდის გაჩნდა ადამიანის შექმნა ღმერთმა, რომ მუდმივად უნდა ეცხოვრა ადამიანს. და უნდა ყოფილიყო გვირგვინის ამოთხის, ხო? და ღმერთთან ერთად უკვდავად უნდა ყოფილიყო. როდის დაედო მის სიცოცხლეს საზღვარი, როდესაც მან ის არასწორი საქციელი ჩაიდინა, რომელმაც მასში საბოლოოდ შფოთვი გამოიწვია. და დღემდე ამ შფოთვაშია კაცობრიობა. ისევ ჩვენთან გვიკავშირდეთ ბატონო ზაქარია. კი ბატონო. ესეა. მე ერთი რამ კიდე მინდა ვიცოდეთ, რომ გასტროეზოფაგური რეფლუქსი დაავადება და ქალბატონ ლიზი გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ეს პირდაპირ კორელაციაში არის ჩვენ ვეგეტატიური ნერვული სისტემის კონსტიტუციასთან. არიან ტიპები ესეთ მიდრეკილი ხო მართალიან დაავადება? მე ესეთ ადამიანებს ვეძახი, თქვენ ხართ გასტრალური ტიპის ადამიანები, არიან კარდიული ტიპის ადამიანები, გამიგეთ კარგ. ქოლერიკებს ეგრეთ წოდებული. კი ბატონო.
ერთ-ერთი უპირველესი დიაგნოზი არის მედიცინაში გასტროეზოფაგური რეფლუქსის დაავადება. და ეს დიაგნოზი პირველად დაწერა ჰიპოკრატემ. და ამ მდგომარეობას უწოდა მელანქოლიური მდგომარეობა. რა არის მელანქოლიური მდგომარეობა? მდგომარეობა ადამიანის უხასიათობა გულისრევის შეგრძნება და როდესაც აღებინებს ყვითელი ფერის პიგმენტს იღებს და მელანქოლია აქედან მოდის. კი ბატონო, ნაღველთან დაკავშირებით. ანუ ნაღლის შემოდინება პირველად არც გამოკვლევები ქონია ჩატარებული და არც ინსტრუმენტები ქონია. მით უმეტეს ენდოსკოპიას ვერ აკეთებდა. ხო, გესმით ხო? პირდაპირ ამდა კაც მოთქვა დიაგნოზი. თუმცა ბატონ ზაქარია მოგვიანო ეტაპზე უკვე ეს ყველაფერი ანატომიურ ცვლილებებსაც იწვევს და უკვე კუჭი, იმიტომ ვამბობთ ხოლმე რომ გასტროეზოფაგური რეფლუქსის დაავადება შეიძლება გახდეს ისეთი სერიოზული პრეკანცერული მდგომარეობის, როგორც არის დაუშვათ ბარეტის სახლაპავი. კი ბატონო. კი ბატონო. ამიტომ როდესაც კლინიკაში ჩვენთან მოდიან და ბატონ ზაქარია ენდოსკოპიურ კვლევებს ნიშნავს, ეს ნიშნავს არა მარტო იმას, რომ დიაგნოზის ვერიფიკაცია გვჭირდება, არამედ იმასაც, რომ ნახოთ ხომ არ არის უკვე მუდმივი გაღიზიანება, მჟავა აგრესიით, მუდმივი გაღიზიანება სახლაპავის, როგორ ფიქრობთ, ხელს არ უწყობს მიდრეკილებას, ერთ-ერთი რისკ ფაქტორი არის სახლაპავის კიბოების. წყლულების, აი რა მაინდა-მაინც სიმსივნეს მივატეკით. წყლულების, ეროზირების და წყლის შემდგომ შეიძლება პერფორაციითაც გართულდეს, არა რა თქმა უნდა. სისტემები და რა ვიცი, 1000 რამ შეიძლება. ერთი რამ იცოდეთ, როდესაც ვისაც აქვს გასტროეზოფაგური რეფლუქსის დაავადება, ამ ადამიანებმა ძალიან კარგად უნდა იცოდეთ ის, რომ არა მარტო კუჭნაწლავი არის აჩქარებულ რეჟიმში გადასული. არამედ გულიდან დაწყებული ყველა შინაგანი ორგანო აჩქარებულ რეჟიმში მუშაობს. დიახ. მათ შორის ენდოკრინული სისტემაც. და ერთ-ერთი მიზეზი მე ვფიქრობ, ახლა მე ენდოკრინოლოგია რა ვარ, ესეთი გახშირებული ინსულინ რეზისტენტობის ზუსტად აი ეს ვეგეტატიური შფოთვაა. კი ბატონო. ორგანიზმის თავდაცვით მექანიზმი. ჩვენ 21 საუკუნეში გადავედით მედიცინის სხვა ეტაპზე, ძირითადი ექიმი უნდა გახდეს ნევროლოგი. ნევროლოგია ისა მომავალი დღეს. ფსიქოთერაპიისა მომავალი რომ ადაპტირება მოახდინოს ადამიანმა ამ გიჟურ სრბოლაში, რაც ის წინაშეც დაგვაყენა 21 საუკუნე. კი ბატონო, სწორედ ამიტომ არის ხოლმე, რომ როდესაც ადამიანი მოდის აი ამ გუძმარვის, ასე ვთქვათ, სიმპტომით, მე კვლევის დროს აღმოაჩენთ ხოლმე უამრავ სხვა დაავადებას და ამიტომაც იყო, როდესაც ამ კლინიკას ხსნით, მე ძალიან დიდი ძალიან ბევრი არჩევანში მშუალოდ ჩემთან გასაუბრების შემდგომ ავიყვანეთ ჩვენ ნევროლოგი, ძალიან კარგი ნევროლოგი. და სწორედ ამიტომ ასეთი მულტიპროფილური გამოვიდა გუნდი. და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ნევროლოგმა პირველივე თვეებში კლინიკაში რაც დაიწყო მუშაობა, ხო? გაგვირებულმა მითხრა, მე არ მეგონა გასტროენტეროლოგიაში თუ ამდენი. რატო უნდა გაგვირებოდა? იმიტომ რომ დღეს რატომღაც გასტროენტეროლოგია განყენებულად მხოლოდ კუჭისა და იმის პრობლემების სიმპტომური მოგვარებით არის დაკავებული და რატომღაც ნევროლოგთან ვეღარ ხვდება მე ეს სწორედ ამიტომაა ჩვენ გასტროენტეროლოგია უნდა იყოს ზუსტად ის ვიტყვი ამ ვახსენებ ამ შეერს სორტირება უნდა გააკეთოს პაციენტების ვინ ნევროლოგთან გააგრძელოს კურნალობა ზოგმა შეიძლება თავისით დაძლიოს ხო რაღაცა სტრესი ქონდა ამ სტრესის ფონზე დაეწყო ეს ამბავი ჩვენ პროკინეტიკები მივეცით და მე ამ სტრესის პერიოდმაც გაიარა და თავისით უზრუნველყო ეს მაგრამ როდესაც ადამიანს კურნალობას მოაშორებ და უკვე იმკურნალა კურსი, კარგად გრძნობს თავს და აბა კარგად ზანდებოდეთ ვეუბნებით და ორ თვეში უკან ბრუნდება, ეს არა სრული მკურნალობის შედეგია, არასრული. მიხვდით? განა არასწორი. აი თარ შემთხვევაში მართლა დაგვიფაროს არასრული სერვისი მე აქ საკმაოდ ბევრი მინახია ბატონ ზაქარია სხვადასხვა ექიმებთან ნამყოფი პაციენტები, რომლებიც სხვადასხვა დიაგნოზით კურნალობდნენ და მე როდესაც გაირკვა სწორი მიზეზი
სწორი დანიშნულება შეირჩა და ის კარდიალური პრობლემა იყო თუ ენდოკრინოლოგი ყველაფერი თანდათან. ზუსტად აი ამას შორის გასტროეზოფაგური რეფლუქსი დაავადება, ვისაც აღენიშნება ამ ადამიანებს ძალიან ხშირად სიმსუქნისგან მიდრეკილება აღენიშნებათ. ბატონო. და ერთვება მე მთელი სამედიცინო მანქანა რომ მოდი შენ წონა დაგაკლებინოთ ხან ოპერაციას უკეთებენ ხარას უკეთებენ ძვირფასებო იცხოვრეთ სიმშვიდეში კარგი ემოციებით ერთმანეთს გაუღიმეთ და ნაკლებს იავადებთ. ბატონო. გარკვეული კვებითი აშლილობებით შეიძლება აღენიშნებოდეთ ბატონ ზაქარია მე არჩევით კვებას იწყებს ზოგიერთი და აი ეს მთელი ის არის. მინდა ჩვენ მაყურებელს მოვახსენო რომ ქალბატონ ლიზი ჩვენი კლინიკის ნუტრიციოლოგია, რომელიც ძალიან კარგად ართმევს თავს, სხვა შორის ძალიან მძიმე кейსები გვყავს ჩვენ რამდენიმე პაციენტი, რომლებიც და სხვა შორის დღესაც იყო თქვენი ის პირველი პაციენტი, რომელიც უბრალოდ სხვანაირად არ შეიძლება აი ამ პატარა რეკომენდაციებს დრო და დრო 6 თვეში ერთხელ. ეხლა ბოლო წინა ვიზიტი დღეს იყო მოსული, წინა ვიზიტი ქონდა 1 წლის წინ. ეს შედეგია ხალხო. კი ბატონო. უნდა იყოს ჩართული გასტროენტეროლოგიური პრობლემების მკურნალობაში, როგორც გასტროენტეროლოგი, როგორც ნევროლოგი, ასევე ნუტრიციოლოგი, ანუ ჩვენი კვების. ჩვენ ამ მხრივ ძალიან კომფორტული გარემო გვაქვს ბატონ ზაქარია, იმიტომ რომ როცა გუნდი უმუშაობთ, ვიცით რომ გვერდზე კაბინეტში გვეგულება სხვა სპეციალობის ექიმი, რომელიც კარგად ფლობს ჩვენი პაციენტების მართვის სპეციალისტს. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თქვენ ძალიან კაი ფრაზა თქვით აი ნევროლოგზე როცა მოიყვანეთ, ძალიან ბევრმა ექიმმა არის ის რომ კარდიოლოგი ძალიან მნიშვნელოვანი რგოლია გასტროენტეროლოგიური კლინიკისთვის. ენდოკრინოლოგი ძალიან მნიშვნელოვანი რგოლია. მე აღარ ვამბობ უკვე ნევროლოგზე და ენდოკრინოლოგი ქალბატონი ასვად დავითულიანი მუშაობს ჩვენივად და ძალიან ბევრი ისეთი სერიოზული პაციენტი არის ჩვენთან მართული და ბევრი შედეგიც მიგვიღწევია. ზუსტად აი ამ დაავადებებზე როცა როგორც ცივილიზაციის დაავადებებს დავარქვევდით ხო ბატონ ზაქარია ამისი სტატისტიკაც არსებობს რომ ეს განვითარებულ მსოფლიოში უფრო მეტი ალბათობით გვხდება ვიდრე სადღაც იდილიურ ისეთი გარემოში მცხოვრებ ადამიანებში და მე ემატება უკვე ის კვება ის ყველაფერი პრობლემა რასაც ზოგადად განიხილავდნენ ადრე რისკ ფაქტორებად ნუ სულეთ ამოტრიალდა ამ ხრივ მედიცინა და ავისი თუ გაიხსენებთ იმას ერთი 10-15 წლის წინ წავაწყდი ერთ პატარა ინფორმაციას რომ სადღაც მალაიზიაში თუ სადღაცას აღმოაჩინეს ახალი ტომი რომელიც აქამდე ხო იქ არ იყვნენ მისულები და ეს ტომი ცხოვრობს თავისთვის ჯუნგლებში და ისინი სულ იცის და მან გააკვირვათ გამიგი ყველაფერზე იცინიან ეს ხალხი და ზონა არ გაინტერესებთ 155, 175 წელი და ასე შემდეგ. გესმით ხო აი შინაგან ემოციებს იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს და ესაც ამაგრებს ზუსტად იმ ჩვენს ფრაზას რომ შეაქვს ადამიანს რესურსი ხანგრძლივი ცხოვრების. რატო კლებულობს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა? მეცნიერული ტექნიკური პროგრესი ამოკლებს. დიახ. ბუნებასთან ნაკლები კონტაქტით ბატონ ზაქარია ხო ესეთ გარკვეული ფაქტორია სტრესის ვერ მოხსნის ეს ტექნოლოგიური ერთი ხნიერი ადამიანი ჩემს ბავშვობაში მითხრა მან რომ შვილო დედამიწაზეო თუ რამე არის გაჩენილიო ყველაფერი ადამიანის მოსახმარად არის გაჩენილიო გააჩნია როგორ მოიხმარსო დიახ წამალიცო და საწამლავიცო ორივე ერთი ფუძიდან მომდინარეობს საინტერესოა უბრალოდ მნიშვნელობა დოზას აქვს როგორ ღებულობ ამას თუ წამლაც მოიხმარ წამლაც შეგერგება თუ საწამლავად და ამასობაში ისიც მოაყოლა რომ ბუნებამ რაც გააჩინა ეს კი ადამიანის მოსახმარად მაგრამ ადამიანმა თავისი კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე რაც კი შექმნა თვითონ ყველაფერი ადამიანის საზიანოდ შექმნაო დგ როგორ თქო როგორ და ხმალი რომ მოიგონა რისთვის მოიგონა ადამიანის გონება ადამიანის ორგანიზმი ადამიანის ფსიქიკა ვეღარ უძლებს ამხელა მეცნიერულ ტექნიკური პროგრესის მოსღვავებას ძალიან აჩქარდა გამოგონებებმაც დაკარგა არ აზრი ფაქტიურად
იხდით. ჩვენ თვითონ მოვესწარით ამას ბატონ ზაქარია. თუ გახსოვთ პეიჯერს როგორ გადავახტით ხო? აბა, პეიჯერი არც ხონია, ხო? ვერც მოვესწარით ხო? უბრალოდ გადავახტით. კი ბატონო, ეს მეცე. პენტიუმ 1-დან პირდაპირ აი 7-ზე მივედით. ხო, რახაც ცვალებადით ეგ. გადავახტით. ეხა ხელოვნური ინტელექტის შემოსვლასთან ერთად უფრო და უფრო დაჩქარდა რაღაცეები, წინ წავიდა მეცნიერება, მაგრამ ამავე დროს გაბატონი ლალიხელაშვილი წერს, მე როგორც ფსიქოლოგი გეთანხმებით, რომ პირველ რიგში თვლით, რომ სტრესული მდგომარეობა პირდაპირ კავშირშია კუჭ-ნაწლავის პრობლემებთან. ამიტომ კომპლექსური თერაპია არის განკურნების უდიდესი შანსი. ეს ერთი მანანა სიხარულიძე, ქალბატონი მანანა სიხარულიძე, საოცარი ადამიანები, საოცარი გადაცემები, თქვენი საუბრები, ნუ მოგვიშალოს ღმერთმა. დიდი მადლობა. ნაი, ზედაპირული გასტრიტი მაქვს, მართავ კარგად, ხელი შევუწყეთ ტუტოვანი კვებით. მაინტერესებს, რას ნიშნავს ნაწლავების დიდ მრუდზე შესქელებული ნაოჭები და რა შეიძლება განვითარდეს. მადა კარგი მაქვს, ვიკვებები კარგად ბოდიში შეწუხებისთვის და დიდი მადლობა წინასწარ. ალბათ გასცემთ პასუხს ხო? და ძალიან ბევრი მაყურებელია შემოსული. რაც შეეხება ახლა გასქელებულ ნაოჭებს, ეს ჰიპერტროფიული გასტრიტის, ქრონიკული ჰიპერტროფიული გასტრიტის ნიშანია. არაფერს საგანგაშოს ეს არ წარმოადგენს შემოკარგებო. როგორც ჩანს, მაღალი სიმჭიდრით მიმდინარე გასტრიტია და ერთი რამ მინდა მაყურებლის დასამშვიდებლად თქვა, საქართველოში თითქმის მოსახლეობის 100%-ს აქვს ქრონიკული გასტრიტი. რაც ძვირფასო ჩემო თანამემამულენო გეტყვით რისი ბრალიც არის. მე ესე ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან ჭარბად ვიყენებთ სანელებებს საკვებში. ძალიან ცხარე საკვები გიყვარს. და იმდენი სუნელი რაც ერთ პატარა კერძში მოთავსდება, შეიძლება სხვა ქვეყანაში იხმარონ ერთი ქორწილის გამოსაკვება. მან ყოფილა ერთი საიდუმლო ბატონ ზაქარია. ისტორიულად ამ ცხარე საკვებთან ქართველი ანეიტრალებდა ღომის ღომით, ჯადით, ხო, ანუ სპეციფიური კერძებით, რომლებიც ისეთი გამანეიტრალებელი ეფექტით დაიკარგა ეს კულტურა. ეხლა მოუწოდებენ ფუდბლოგერები აქტიურად არ ჭამონ პური და გამოდის, რომ ხალხი ჭამს მხოლოდ ცილოვან საკვებს, დამატებული აი ამ მძიმე სანელებლებით და მერე ვიღებთ, რასაც ვიღებთ, ხო? რა თქმა უნდა. არიან ერები და ქვეყნები, სადაც გასტრიტი არ არის ესე მასიურად მოდებული, სხვაშორის ეს არის უფრო ჩრდილოეთის ქვეყნები, სადაც ეს სუნელები იმდენად არ მოიპოვება. რაც უფრო სამხრეთისკენ მოვდივართ, გასტრიტი მატულობს და ხასიათიც ხო იცვლება. საქართველოს განეთში 100%-ია ტემპერამენტიც შეიცვლება, ხასიათიც განწყობაც. რა თქმა უნდა. სხვა შორის გასტროეზოფაგურ რეფლუქსს დაავადებაც ერთ-ერთი საწინდარია გასტრიტის აღმოცენების. იმიტომ რომ როდესაც ფუნქციას კარგავს კუჭი, იქ ანთებითი პროცესებიც იწყება. რა ვიცი, აბა კიდევ რა კი ბატონო, აი საკუთთან ხარ პატარა ის გავაკეთეთ გადახვევა და ერთ რაღაცასაც დავაყოლებ თან იქ ჩვენმა გვერდზე მოგწერეს ეტყობა გატუტე საკვებს მივირთხოვ. საკვებს უდიდესი როლი აქვს, რა თქმა უნდა, და გარდა იმ ფსიქოემოციური ფონისა, ქალბატონ ლალიხელაშვილსაც დავეთანხმები, ცოტა ხნის წინ ჩავწერეთ ქალბატონ ლალი. რას ნიშნავს? ნუ აი ეს ფუდ ბლოგერების და ესე თქვათ ინტერნეტში ნუტრიციოლოგების მოწოდებით არსებობს ესეთი მიმდინარეობა, რომელიც გვეუბნება, რომ აი გავატუტიანოთ საკვები, ანუ ამოვიღოთ ის პირობითად მჟავა შემცველი საკვები, რომლებიც იწვევს ორგანიზმში შემდგომ pH-ის ცვლილებას, ასე ვთქვათ. თუმცა ესეც ხო ხვდებით ბატონ ზაქარია, რომ არის უფრო ლეგენდა, რატომ? იმიტომ რომ pH-ი სხვადასხვა ორგანიზმში, სხვადასხვა იერარქიაში, სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა pH-ი უნდა იყოს, პირის ღრუში სხვა არის, კუჭის სხვა არის, მეცაძეც დავუშვათ საშოს ფლორას ხვიტი გამორჩა. ამიტომაც ყველას მათ შორის კანი, თმაც საჭიროებს თავის განსაკუთრებულ, არ შეიძლება ერთიან pH-ში მოვაქციოთ ყველა ორგანო და ეს ძალიან დიდი არასწორი მიდგომაა, ხო მართალია?
რაც შეეხება საკვების შეზღუდვას, მე არა ვარ მომხრე აბსოლუტურად ამოღების ესეთი საკვების, თუ რა თქმა უნდა არ არის სამედიცინო ჩვენება, ხო, იმიტომ რომ ის გარკვეული სპეციები და არომატები განაპირობებენ რას, რომ მადის აღძვრას. მადის აღძვრას, რა თქმა უნდა, მადის აღძვრასაც, მაგრამ მადის აღძვრაც არის და მადის ზღვარი უნდა იყოს, რა თქმა უნდა. ზღვარი უნდა იყოს, თუმცა ის ჩვენი სახუმარო თემა და ის ციტაკაც თავის სამკურნალო ეფექტი. მე მინდა იცოდეს ჩვენმა მაყურებელმა. უნდა არსებობდეს ცხოვრებაში ყოველდღიური საკვები და განსხვავდებოდეს სადღესასწაულო საკვები. რა თქმა უნდა. ისაც ანიშნავენ. ჩვენი მოსახლეობა მიჩვეულია უკვე თითქმის 100-200 წლის მანძილზე, რომ როგორმე ყოველდღე მიირთვა სადღესასწაულო საკვები. გემოთ მოყარე ვართ. გემოთ მოყარეები. ამასთანავე ერთ კითხე სუქანი თავადი როდის გაჩნდა მეთქი საქართველოში. რა თქმა უნდა, მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან. რატო? იმიტომ რომ თავადმა ის ფუნქცია დაკარგა, რაც მას ჰქონდა. გაუუქმეს ბატონყმობა, გაყიდა მთელი კარმიდამო, თბილისში აიშენა დედაქალაქში სახლი და ორთაჭალის ბაღში დაიწყო ქეიფი. აი ეს არის და ზუსტად მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება ლუარსაბ თათქარიძეების, ტარიელ მკლავაძეების და ასე შემდეგ ესეთი პერსონაჟები ჩვენს ლიტერატურაში. მე-15 და მე-16 საუკუნეში სუქანი თავადს როგორ აღწერდნენ? არის ხო? გემოთ მოყარეობას დაანებეთ თავი. კარგი ემოციებით იცხოვრეთ. და არ გეტყიდებათ არაფერი. ჩვენს მშვიდად ვიმუშავებთ ეკიპაში. ასეთი შეკითხვა შემოვიდა. ასეთი კითხვა მაქვს თქვენთან, ბატონო ზაქარია. პრაქტიკაში თუ გქონიათ შემთხვევა, როდესაც პაციენტის მდგომარეობა დანიშნულ მედიკამენტებთან ერთად გაუმჯობესდა? რა თქმა უნდა. დანიშნულ მედიკამენტებს თუ მიიღებს პაციენტი მდგომარეობა რომ გაუმჯობესდა, ასეთი შემთხვევა არ გქონოდა, ექიმად რა მინდოდა. რაღაც სწორად ვერ წაიკითხეთ. არა, მე სწორად წავიკითხე. და მე გაიხარეთ ასეთი ყველასთვის საინტერესო თემის წამოწევისთვის. მივახართ. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ზაქარია. მე იმედი მაქვს, რომ გადაცემის მერეც ბევრი მოგწერს და შემდგომი გადაცემისთვის დაგვიგროვდება საინტერესო კითხვები. მადლობა მინდა მოგახსენოთ, შეგახსენებთ ჩვენი სტუმარი და მასპინძელი ერთდროულად იყო ბატონი ზაქარია როჭიკაშვილი, ზაქარია როჭიკაშვილის გასტროენტეროლოგიური კლინიკა ესკულაპის დამფუძნებელი, წამყვანი ექიმი, გასტროენტეროლოგი, ენდოსკოპისტი, ონკოლოგი. ბატონი ზაქარია არის ჩვენი უფროსი მეგობარი და ხელმძღვანელი. მისი ხელმძღვანელობით კლინიკა მუშაობს არა მხოლოდ გასტროენტეროლოგიური, არამედ მულტიპროფილური მიმართულებით, თუმცა ყველა ჩვენგანი მაინც ორიენტირებული ვართ ამ დიდი გასტროენტეროლოგიური სფეროს გარშემო, ორიენტირებული რა თქმა უნდა. კლინიკაში გვაქვს სრულყოფილი ლაბორატორია, ტარდება კლინიკური კვლევები, ენდოსკოპიური კვლევები მათ შორის. ძალიან დიდი წარმატება მინდა უსურვო ჩვენ გუნდს, იმიტომ რომ პატარა, მაგრამ უნიკალური კლინიკა ვარ, ძალიან დიდ საქმეს ვაკეთებთ. თქვენ პირველ რიგში ბატონო ზაქარია, მინდა წარმატება გისურვოთ. და მინდა სიმშვიდე უსურვო ჩვენერს, იმიტომ რომ როგორც გადაცემის დასაწყისში აღვნიშნეთ, ცოტა მძიმე პერიოდი იყო ეს დღეები და მინდა რომ თომაც ინფოჩივე ეთყობა ხოლმე მომართვიანობას, როგორც კი გარშემო სიტუაცია დაიწყება. კი ბატონო, ჩვენ ეს თითქოს პულსზე უჭირავს აი ჩვენ კლინიკას ერის, იმიტომ რომ პირდაპირ კუჭნაწლავი რეაგირებს. დიდი მადლობა, ჯანმრთელობა მინდა უსურვო ყველას. მადლობთ ქალბატონ ლიზიკ, მადლობთ ძვირფას ტელემაყურებლებო. და ძალიან დიდი და მყარი ჯანმრთელობა მინდა გისურვოთ ყველას. კი ბატონო, ჩვენ შემდგომი გადაცემები კიდევ გვექნება ლაივ რეჟიმში, ამიტომ ველოდებით თქვენს გამოხმაურებას. ძალიან დიდი მადლობა, კარგად ზანდებოდეთ, ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას. მადლობთ.